კონფლიქტი ისრაელსა და ირანს შორის კიდევ უფრო მწვავდება. 22 ივნისის ღამეს ამერიკის შეერთებული შტატები ღიად ჩაერთო მასში. ამერიკულმა ავიაციამ წერტილოვანი დარტყმები განახორციელა ირანის სამ საკვანძო ბირთვულ ობიექტზე, რა დროსაც გამოყენებული იყო მსოფლიოში ყველაზე მძლავრი არაბირთვული ბომბი. ანალიტიკოსთა შეფასებით უახლოეს 48 საათში გამოჩნდება საითმიდის პროცესები. მოხდება ვითარების დეესკალაცია თუ სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება. კომენტარი მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით ისტორიკოს ოთარ მაღლაკელიძეს ვთხოვეთ. მისი თქმით, სამხედრო თვალსაზრისით ირანი ისრაელს ბევრად ჩამორჩება. მეტიც მას თანამედროვე ტექნოლოგიური უპირატესობა აქვს. ზოგადად რა თქმა უნდა, ფეთქებად სიტუაცია, იმიტომ რომ ჩვენთან ძალიან ახლოს არის ერთ-ერთი და რა თქმა უნდა, დიდი ქვეყანაა ირანი, მაგრამ ეს დაპირისპირება არ დაწყილა დღეს და გუშინ ირანში დედაქალაქში საათი ქონდა დადგმული რამდენ ხანში უნდა გაენადგურებინათ ისრაელი და თან ახლა წარმოიდგინეთ თქვენ ქვეყანა რო ყავდეთ მეზობელი რომელიც ამბობს უნდა გავანადგურო და თან ატომურ ბომბს ქმნიდეს თუ გაქვს შესაძლებლობა რა თქმა უნდა ამიტომ აქ ცალსახად ბრძოლა მიდის დემოკრატიულ ძალებსა და არადემოკრატიულ ძალებს შორის. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი იმას გამოიწვევს, რომ ირანში მოვა ნორმალური ხელისუფლება. და ირანელი ხალხი განთავისუფლდება იმ რეჟიმისგან, რომელიც 79 წელს დამყარდა ირანში და რომელმაც ირანი დაწია სერიოზულად უკან. ირანი ძალიან მდიდარი ქვეყანაა და ძალიან განვითარებული იქნებოდა, რომ არა ეს აიათოლების რეჟიმი. ასე რომ ამ შემთხვევაში მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სასიკეთოდ იმოქმედებს სოფლიოზე ზოგადად. კი სვერპლი არის, ბუნებრივია, მაგრამ როგორც სიტყვიან, ვარდი უეკლოდ არავის დაუგრებს. ამერიკამ უკვე დაბომბა ობიექტები, ფაქტობრივად ამერიკა აღარ არის უკვე შუამავალი, ის მხარია, რაც ბუნებრივია, კიდევ უფრო ასუსტებს ირანის პოზიციას. ასე რომ იმედი იმისა ვიღაცებს რო ქონდათ, რომ ირანი ძლიერი ქვეყანაა და ნახეთ როგორ უპასუხობს, ვერაფერსაც ვერ უპასუხობს. ის მუქარა რო სრუტეს ჩაკეტავს და ნავთობი გაძვირდება, ეგეც შეიძლება იმით დამთავრდეს, რომ საზღვაო ფლოტი აღარ ეყოლება რამდენიმე ხანში. და შედარება უკრაინასა და რუსეთის დაპირისპირებასთან არარელევანტურია სრულიად, იმიტომ რომ უკრაინა რუსეთს არ დამუქრებია, არც მის განადგურებით იმუქრებოდა და არც ის არ შეჭრილა მის ტერიტორიაზე. ასე რომ შედარებები ძალიან არა სწორია ჩემი აზრით. ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე ზესტაფონში მარათონული გარბენითა და ველორბოლით აღენიშნა. აქტივობა მამუკა ასლანიკაშვილის სახელობის სანაპიროზე მოეწყო. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას სასპორტო სკოლების სხვადასხვა სექციების წარმომადგენლები იღებდნენ. ფინიშის ხაზთან სპორტული აქტივობის მონაწილეებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დახვდნენ. ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე მიულოცეს და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაზე ისაუბრეს. ოლიმპიადის საერთაშორისო დღე ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით 1958 წლიდან აღენიშნება. დღეს არის სპორტის დღე და ჩვენ მოვედით იმისათვის, რომ შევერთებოდით ხალხს და მათ ერთად გვერბინა და აღვინიშნა ეს დღე. ის სიმბოლური არის და ყოველ წელიწადს ვატარებთ ხოლმე და დავბივართ ერთად, ერთი მეგობრები ასე ვერთიანდებით და დავბივართ ყოველ წელიწადს ამ დღეს. სპორტის დღეა და დღეს უნდა გვერბინა და უნდა მიგვეღო მონაწილეობა და ყველას გვესწიამო ეს სირბილი. ეს სირბილი ძალიან კარგია და ყველას მოუწოდებ რომ ყველა მირბინოს. 30-ზე მეტი პროფესიონალი და მოყვარული მოჭადრაკე შეიკრიბა ღია ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც ზესტაფონის ჩემპიონისა და პრიზიორების ვინაობა უნდა გაერკვია. მუნიციპალური ასპარეზობის შედეგები იმავე დღეს გახდა ცნობილი. გამარჯვებული ელგუჯა გველესიანი გახდა, მეორე და მესამე საპრიზო ადგილები კი შესაბამისად საბა ალალიძემ და გიორგი წიწილაშვილმა დაიკავეს. საუკეთესო მოჭადრაკე ქალი მარიამ ხუსკივაძეა. ტურნირზე ასევე გამოვლინდნენ 10-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის საუკეთესო შედეგების მქონენი იოანე დალაქიშვილი და მათე მანაგაძე. საპრიზო ადგილების მფლობელი მოსწავლეები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ. მრავალი მოჭადრაკე ესწრებოდა წინა წლებთან შედარებით, ესე იგი მატება არის მოჭადრაკეების. ჩართულები იყვნენ ყველა თაობის ესე იგი მოჭადრაკეები, პატარებიც, ყველა ასაკის, ესე იგი ტურნირი იყო, ღია ტურნირი, ხანდაზმულებიც იყო მათ შორის და შეეძლო ყველას მონაწილეობა, ოღონდ იმ კრიტერიუმის გათვალისწინებით, რომ მოჭადრაკე უნდა ქონოდა მიღწევა, ნათამაშები უნდა ქონოდეს
ზესტაფონის პირველობაზე, მახათაძის მემორიალზე ერთი სიტყვით, მხოლოდ გამოცდილ მოჭადრაკეები იღებდნენ მონაწილეობას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ფარგლებში. ტურნირი ძალიან საინტერესოდ გაიმართა, სახალისო იყო ყველასთვის და ამავდროულად სერიოზული ტურნირი იყო, იმიტომ რომ უნდა აღვნიშნო, რომ უძლიერესი ტურნირი არის აი ზესტაფონში ყველაზე ძლიერი მოჭადრაკეებს მოიცავდა. რაც შეეხება პრიზიორებს, პრიზიორები გამოვლინდნენ 10 წლამდეთა შორის მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო შედეგის მქონე, 14 წლამდეთა შორის საუკეთესო შედეგის მქონე, საუკეთესო ქალი მოჭადრაკე დავაჯილდოვეთ და რა თქმა უნდა პირველ, მეორე, მესამე ადგილები. აღნიშნულ ტურნირში მეც მივიღე მონაწილეობა და ვუსურვებ ყველა ზესტაფონელს, რომ შემდეგი წლისთვის მოემზადონ, რადგან ტურნირს აქვს ხარდაჭერა მერიიდან, არიან ძლიერი მოჭადრაკეები, კარგ გამოცდილებას მიიღებენ და ნამდვილად გამოადგებათ მას ეს მომავალში. ეს არის ზესტაფონის ჩემპიონატი, რომელიც ჩატარდა შვეიცარიული სისტემით. სულ მომიწია 7 ადამიანთან თამაში და აქედან ავიღე 5 ქულა. წინა ჩემპიონატზე მეორეზე ავიღე, თუმცა ამჯერად ახალი სახეები იყო და ერთ-ერთმა იყო პირველი მეორეზე. მე ავიღე მესამეზე გავედი ქულებით. მოწინააღმდეგეები საკმაოდ წინებთან შედარებით ძლიერები იყვნენ ახალი სახეების გამო და ცოტა გამიჭირდა, თუმცა მაინც გავედი მესამეზე. ყველა დასრულებული მამაკაცის ცხოვრებაში დგება ეს მომენტი, როდესაც მუშაობა უნდა დაიწყოს. მე პირველად მუშაობა დავიწყე სოფელში, სოფელ ფუჩში, მეცხოველეობის ფერმაში, მაგრამ 3-4 თვის გასვლის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ნამდვილად არ იყო ჩემი საქმე. ვერ გრძნობდი თავს ისე, როგორც საჭირო არის და გადავწყვიტე ზესტაფონის მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობის დაწყება. პირველად რომ მოვედი დავიწყე ქარხანაში მუშაობა საგაზმე მეურნეობაში, მეკაზმე და მის შემდეგ უკვე აგერ 37 წელი გავიდა მუშაობ ამ პროფესიაზე. ღერჩი დამიდგენის ძველი გამოცდილი კადრები და როგორც მამა დაგარიგებს შვილს ისე მარიგებდნენ. სამწუხაროა რომ იმ ძველი პლიადიდან რამოდენიმე კაცი შემორჩა კიდევ ქარხანას, კერძოდ მეოთხე საამქროს კოლექტივს. ძალიან ხშირად გამეგონია ახალგაზრდობაში, რომ აი ფეროშინელთა ქარხანა ერთი ძირითადი კოლექტივია, ფეროელი არის. საამაყო იყო სახელი და საოცრად მიკვირდა ხოლმე, მაგრამ როდესაც წლები გავიდა, მე თვითონ გავხდი უკვე ფეროელიც, მე თვითონ გავხდი ამ კოლექტივის წევრი და მივხვდი თუ რა არის გვერდში დგომა, ურთიერთ პატივისცემა, ურთიერთ დახმარება, თბილი სიტყვა, იუმორიც, ოჯახებით ერთმანეთის გაცნობა და რაც თავარი არის ჭიში და ხინში ერთმანეთის დგომა, მივხვდი რომ მართლაც ეს არის მეორე ოჯახი, მეორე დიდი ოჯახი. რთული არის ერთვაშად გასცე პასუხი თუ რა მოგცა ფეროშინელთა ქარხანას, თუ რას გვაძლევს თითოეულ ჩვენთაგანს. გვაძლევს რას? საიმედოობას, უზრუნველყოფილი იქნება ოჯახი, გვაძლევს იმას, რომ ყავს ძალიან დიდი სამეგობრო და საახლობლო წრე. პატივცემ რა თქმა უნდა და მიყვარს ყველა ფეროელი, მიყვარს ჩემი პროფესია და მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი მთავარი როლი მეტალურგიაში გახდა ზუსტად საგაზმე მეურნეობა.